კიდევ ერთი unboxing-ით მოვედი. შესვენება ავიღე თუ არა, პირველი საათია, ეგრევე დამირეკა კურიერმა და მითხრა რომ ჩემი ამანათი ჩამოვიდა. პარასკევს გამოვიწერე და დღეს არის ხუთშაბათი. მითხრეს რომ 8 სამუშაო დღე დასჭირდებოდა მაქსიმუმ და რეალურად 4 სამუშაო დღეს ჩამოვიდა. New project-იდან გამოვიწერე. ვინც არის გეტყვით რომ ეს არის ესპანური ბრენდი და ესპანურ ბრენდებზე ვგიშდები, მათი სტილი არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ბრენდის ჩამოყალიბებას. ორმა ბიჭმა დააარსა, რა თქმა უნდა, უმეტესობა ესპანური ბრენდების არის ძალიან ისეთი ახალგაზრდების დაბალი ბიუჯეტით დაწყებული სტარტაპები, რომლებმაც უმეტესობამ ძალიან მალე ნახა პოპულარობა, როგორც აი მე სტუდიო რაც მოცვია ქვედაბოლოს, ესეც მსგავსი ბრენდია, ასევე ესპანური. სხვათა შორის კონტენტ კრეატორიც არის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბრუნო კასანოვა ქვია, მეორე სახელი გვარი არ მახსოვს და YouTube-ზე დებს ხოლმე ეს ბიჭი ვლოგებს, რა ხდება ამ ყველაფრის უკან და შიდა სამზარეულოს გვაჩვენებს და ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის ძალიან საინტერესოა მსგავსი კონტენტის ნახვა. აი ესეთ ლამას პარკში და ესე გამოიყურება თვითონ მაისური უამაზესი არის 100% კოტონი არის ძალიან კაი ხარისხია და მომწონს ასევე მე ზოგადად ალუბლებზე გაგიჟებული ვარ ყველაფერი მიყვარს ალუბლის პრინტიც და ეს არის ძალიან ორიგინალური გადაწყვეტა ჩემი აზრით გულების ფორმის ალუბლები და თან აწერია by artists for artists რაც ძალიან მომწონს. ეხლა მოვიგოთ. ძალიან ლამაზი მაისურია. კარგად მინდა რომ დაგანახოთ. ეს გამოიყურება მართლა ძალიან ლამაზი და ეფექტური ფერი არის. უკან ზურგი არის ულამაზესი. იმედია კარგად ჩანს. ულამაზესი დიზაინია. რა თქმა უნდა ამ ქვედაბოლოზე არ ჩავიცმევდი და სხვანაირად დავასტაილინგებდი. უბრალოდ ეხლა რადგან დრო არ მაქვს, მინდა რომ უცბად გაჩვენოთ თუ რა ლამაზი მაისურია. დამწერთ კომენტარებში როგორ მოგწონთ ეს მაისური და ასევე დამწერთ გაინტერესებთ თუ არა სამომავლოდ მსგავსი კონტენტი, იმიტომ რომ ერთ ძალიან კარგ ესპანურ ბრენდზე მაქვს თვალი დადგმული და ეხლა უნდა შევუკვეთო რაღაცები თუ გინდათ იმის unboxing-საც გადავიღებ. წავედით დროებით. გამარჯობა მეგობრებო. კიდევ ერთი ესპანური ბრენდის კაფერსი მინდა რომ გაგაცნოთ და თან ვინც იცით გეცოდინებათ როგორი მრავალფეროვანი ძალიან ყოველდღიური და რაღაცნაირად გამორჩეული კოლექცია აქვს. ხოლო ვინც არ იცით კი გადახედეთ აუცილებლად ძალიან მიყვარს ეს ბრენდი და მოდი ვნახოთ რა გამოვიწერე. მოდი ამ ყუთით დავიწყოთ. ამ ყუთში ჩვენ გვაქვს აი ესეთი კამარი და არ ვიცი ვერ გეტყვით ბოლოს როდის მომეწონა ესე ძალიან კამარი და თან ეგრეთ წოდებული წიგროვი პრინტი მე დიდად არ მიყვარს და ეს არის გამონაკლისი მართლა ძალიან ლამაზი არის ეხლა გაჩვენებთ არ ვიცი ძალიან ლამაზია ძალიან მომწონს ხარისხიც არის არაჩვეულებრივი და მგონია რომ ძალიან მოხდება იმ შარვალს რაც გამოვიწერე. აი ესეთი ბურგუნდისფერი შარვალი არის. რაც მთავარია, ეს არის ორმხრივი კამარი და მეორე მხარეს ზუსტად ჩემი შარვლის ფერია, ხოლო წინა მხარე კი რაღაცნაირად ცისფერი დეტალებით. და მოკლედ მგონია რომ ძალიან მოხდება აი ამ შარვალს. მთავარია რომ ზომაში მქონეს კარგად. მე გამოვიწერე 36, იმიტომ რომ 36 მოცვია ყველაფერი და დიდი იმედი მაქვს რომ ესეც კარგად იქნება. ეწერა რომ true to size იყო, ამიტომ ჩვეულებრივად გამოვიწერე ის რაც ვარ. უკან აქვს აი ესეთი ლოგო, რომელიც სამწუხაროდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი რომ არის თუ ისე კარგი გადაწყვეტა, იმიტომ რომ მალე ფუჭდება და რაღაცნაირად ეს მერე გაფართოვდება და აღარ იქნება ესეთი კარგი ძალიან მალე. აი აქ თან ჩანს ლოგოც, ოღონდ კარგად არ ჩანს. შიგნით მოკლედ ლოგო არის დატანილი. წინ გვაქვს ასევე აი ამ ადგილას ლოგო. და ძალიან მომწონს ამ ლოგოს ფერი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ლამაზი ვარდის ფერია და უხდება ამ მობურგუნდის სფეროს, არ ვიცი, იასამნის ფერი უფრო არის. კამერაში კიდევ უფრო სხვანაირად ჩანს. და აი ესეთი ულამაზესი მაისურიც გამოვიწერე. მგონია რომ ძალიან მოხდება ამ თელ ლუქს და გვირგვინებს. ძალიან დიდი ხანია ვარდისფერი მაისური არ მქონია ბავშვობის მერე ალბათ და ისე მომენატრა თან ვარდისფერი და წითლის კომბინაცია არის ჩემი ფავორიტი. უკან აქვს ლოგო ასევე და მოკლედ ჩავიცვათ ახლა და ვნახოთ.
ჩავიცვი და ძალიან მომწონს ეს მაისური. მინდა იგივე ვთქვა ამ შარვალზეც, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დიდი მინუსი ვუპოვე, რაც არის წელში, ანუ წინიდან კარგად მოქვს, მაგრამ უკან ძალიან გამოსული არის, აი აქ როგორც ხედავთ. ვიფიქრე ქამრით ვუშველი თქვა, მაგრამ სამწუხაროდ ქამარიც აღმოჩნდა ძალიან დიდი ზომის და არის გასახვრეტი და ეხლა ვერსად ვერ გავხვრეტავ და ზეგ უკვე მივფრინავ, ამიტომ მოკლედ არ ვიცი, ისე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ არა უშავს, თავარია ვიზუალურად ყველაფერი მომწონს და ხარებესაც აუცილებლად რაღაცას მოვუგვარებ, არ ვიცი. მაისური არის, აი არ ვიცი, იდეალური, ესეთია. ამ ვარდისფერზე და ამ წითელზე ვგიჟდები. და ხო, არ ვიცი, მე მგონი ძალიან კაია. ერთ-ერთი არ ვარ დარწმუნებული უკან მომწონს თუ არა, სად არის? აი აქეთ ეს ნაწილი. მაგრამ სხვა მხრივ ძალიან ლამაზი შარვალია მართლა. ეს ლოგოც აქ ძალიან სადად აქვს. ფერი არის არაჩვეულებრივი, რაღაცნაირად იისფერი. და გელოდებით კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ, არ დაიზაროთ, იმიტომ რომ მაინტერესებს თქვენი აზრი. მე ვფიქრობ, რომ ალბათ მაისური თქვენს მოგეწონებათ და შარვალზე გაიყოფა აზრი ორად. წავედი ახლა დროებით და გემშვიდობებით და მალე დაგებრუნდებით. გამარჯობა მეგობრებო. ხვალ მივფრინავ ათენში. ეხლა ვალაგებ სახლს, იმიტომ რომ რამდენიმე დღე აქ არ ვიქნებით, დაახლოებით მივდივართ 3 დღით. დაახლოებით არა 3 დღით მივდივართ, ამიტომ 3 დღე სახლი იქნება ესე კარგად უნდა მივაწკრიალო. პლუს ამას ბარგით ჩასალაგებელი მაქვს, მივდივართ მხოლოდ ზურგჩანთით. მაგრამ მგონია რომ ბევრს არაფერს არ წავიღებ. თან მოდი დავალაგებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ დრო დავკარგო და თან ისე გეჭარავებით. აი არ ვიცი რატომ, მაგრამ სადმე წასვლისას მინდება ხოლმე რომ აი წინა დღეს გენერალური დალაგება მოვაწყო და აი რა შეიძლება ალაგებდეს გაფრენამდე ადამიანი, ხო? აი სუნელის თავებს წმინდა. არ ვიცი რა მჭირს რაღაცნაირად დამიმძიმდა ჩემი რაღაც წიკები, ეგრეთ წოდებული. და რაღაცა ძალიან პერფექციონისტი და ისეთი გავხდი სისუფთავის მიმართ ცოტა უკვე გამაღიზიანებელიც არის. ამიტომ ახლა ყველაფერს მივაწკრიალებ. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოვალ კიდე იგივე პროცედურა უნდა გავიმეორო, იმიტომ რომ მე 3 დღე ისე რომ იყო დაიმტვერებოდა და მოკლედ. ზოგჯერ ჩემი თავი მღლის მე თვითონ. ასე რომ მადლობა ჩემს გარშემოყოფებს რომ მიდლებენ. დღეს სავარაუდოდ სახლში აღარ შევჭამთ, იმიტომ რომ ყველაფერი გავრეცხე. გეგონება რამოდენიმე თვით მივმგზავრებოდა ისე მოვაწყო ყველაფერი, რომ აი всё. ამ დროს პარასკევს მივიდივარ და ორშაბათ ჩამოვდივარ. ესე, ეხლა უნდა ჩავალაგო ჩემი ბარგი და მაგასაც გაჩვენებთ რამე მოქვს, იმიტომ რომ ეს ალბათ პირველი მოგზაურობა იქნება, სადაც ძალიან ცოტა რაღაცას წავიღებ, აი თითქმის არაფერს. ყველაფერი სუფთა. უკვე ღამდება და მინდა რომ სანამ ბოლომდე მოვასწრო ჩავაგება, იმიტომ რომ არ მიყვარს მე სახლის შუქზე, ხლა მჭირდება რომ ზურგჩანთავი ეპავა და კარგი ზურგჩანთა სამწუხაროდ არ მაქვს და რამდენი ხანი უკვე ყიდვას ვაპირებ, მაგრამ აგერ უკვე გვიანია. აი ეს ზურგჩანთები ვეპოვე ჩემთვის და გიოსთვის. მხოლოდ ამით მივდივართ, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ 3 დღეში არ მჭირდებოდა ჩემოდანი და პრინციპში წავიღებ სულ რამოდენიმე მაისურს, 2 მაისურს ალბათ და 1 ჩორცს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ იქ რაღაცას ვეყედი. საბერძნეთია, ათენი არის. ყველაზე ცუდ ვარიანტში ზარაში ხომ მაინც ვეყედი, ძალიან იაფად რაღაცებს, ამიტომ ბევრს არაფერს არ წავიღებ. და ჩემი ჩალაგების პროცესი. პირველ რიგში რაც არ უნდა იყოს იქნება ეს ჩემოდანი თუ ჩანთა, ძალიან კარგად უნდა გავწმინდო, იმიტომ რომ ამდენი ხანი რო იდო, დამტვერელია და ნუ ბლა ბლა ბლა. ხოთა შორის ძალიან კარგი დროს არის ფრენა 2 საათზე, შესაბამისად, კარგად გამოვიძინებ, ავდგები, ვიბანავებ, თავიცმობ და წავალთ. გიჟდები, როცა ეგეთ დროს არის ხოლმე ფრენა. მივდივართ ვიზიარით და საათნახევარში ალბათ უკვე იქ ვიქნებით, აი მართლა გვერდზე გადავდივართ. მე მგონი ლიმასოლში ჩასვლის ტოლფასი ან პაფოსში წასვლის, იმიტომ რომ აუცი საათნახევარი და 2 საათი მე მგონი არაფერი არ არის. Duty-free მაქვს რაღაცები საყიდელი და აუცილებლად გადავიღებ duty-free-დანაც, იმიტომ რომ მიყვარს უკვე ტრადიცია არის, რამოდენიმე ნივთი შეძენა, თან ვიცი რა ნივთებიც ჭირდება ხოლმე, რაც მხოლოდ იქ იყიდება. სამწუხაროდ ძალიან გადატვირთული კვირა მქონდა და ამ კვირაში მინდოდა რომ დამეგეგმა მთელი ათენის მოგზაურობის რაღაც დეტალური გეგმა. იმიტომ რომ მიყვარს ეგეთი რაღაცების წინასწარ გაკეთება, მაგრამ იმდენად გადატვირთული კვირა იყო, რომ ვერაფერი ვერ მოვასწარი, ამიტომ დღეს ხამე და ხვალ აეროპორტიდან უნდა ჩაუჯდე, სად წავალთ, რას ვნახავთ, დაახლოებით კი ვიცი, მაგრამ მაინც.
და ძალიან მიხარია რომ ბერძნულათაც შეგვიძლია რომ დავილაპარაკოთ, იმიტომ რომ მაგდენი უკვე გვესმის. ასე რომ ერთი სული მაქვს. კაი, ეს გავწმინდე. თმა ალბათ ძალიან ცუდად მაქვს, არ ვიცი ვერ ვხედავ ჩემ თავს, ამიტომ მაპატიეთ დღეს ფორმაში არ ყოფნა. სამაგერად ხვალ დაგიბრუნდებით. ისე როგორც არასდროს. ძალიან მიხარია, კარგი ვლოგი გამოგვივა, დარწმუნებული ვარ. ჩაბარგების ვლოგს ცალკე დავდებ და ათენის ვლოგს დავიწყებ თავიდან ხვალ. მგონია რომ უფრო საინტერესო იქნება. თქვენ ხართ ათენში ნამყოფები? მეინტერესებს ძალიან თუ ხართ მოგეწონათ თუ არა. ძირითადად არ ვიცი რაც მისმის ამ ქალაქზე არის ის რომ არის ძალიან ბინძური. ბევრს არ მოსწონს. მაგრამ ნუ აკროპოლისის ნახვა ერთხელ ცხოვრებაში აუცილებელია, ალბათ. ასე რომ კარგს ვაკეთებთ, უკვე რამდენი ხანია მინდა ათენში გადასვლოთ, თქვენ არ იცით, რაც ჩამოვედით მაგის მერე და აი რა ვიცი, 2 წელია თავი ვერ მოვაბით. უკვე unboxing-ში ნახავდით, რომ ეს ულამაზესის Kaffers's კამარი ჩამოვიდა, რომელიც გამოვიწერე და დღეს უკვე მივიტანე და გავახრეტინე იქ, სადაც აკლდა. სავარდად ამ კამარს წავიღებ, მართალია ძალიან მეზარება ამის თრევა, იმიტომ რომ თრევა რა 5 არ მიმოქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩანთაში უნდა შევდა, იმიტომ რომ აეროპორტში ძალიან მეზარება ხოლმე კამერის მოხსნა და ამით ვიმარტივებ საქმეს ჩემი ჭკუით. ესე იგი, მაქვს 3 ვარიანტი, ქვედაბოლოებით დავიწყოთ. ერთი M Studios ეს ქვედაბოლო. Hollister-ის ეს შორტი, გიჟდები ამ შორტზე არის ძალიან თხელი, აი თუ კი შეიძლება რამე თხელი ნაჭერი არსებობდეს ჯინსისთვის, ეს არის. და კოსის ჩემი ყველაზე საყვარელი შორტი, რომელიც აუცილებლად მოდის ჩემთან ერთად. ეხლა ვფიქრობ, რომ ამას ჩავიცმევ გზაში, იმიტომ რომ შედარებით უფრო დიდ ადგილს იკავებს. ამ ქვედაბოლოზე ვფიქრობ, მინდა თუ არა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ იქ ბევრ რაღაცას ვიყიდი და მირჩევნია რომ მხოლოდ აი ეს შორტი წავიღო. რაც შეეხება მაისურებს, აუცილებლად უნდა წავიღოს Kaffers's ესე და დღეს მეცვა და იდეალურია, ულამაზესია, რაღაცნაირად რუჯს ისე უხდება და ეს ვარდისფერი და წითლის კომბინაცია, ნუ მართლა საოცრებაა. ჩემი ფავორიტი მაისურებია, რაც კი გამაჩნია, ეს და Nude Project-ის, რომელიც არ ვიცი წავიღო თუ არა. მე მგონი ძალიან დაბნელდა უკვე და მოდი ავანთოთ შუქი. დიდი ბოდიში რო გაწვალეთ, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მინდოდა რომ ბუნებრივ განათებაზე ჩამელაგებინე და არ გამომივიდა. მოკლედ, ამას ფიქრობ წავიღო თუ არა, ძალიან მიყვარს ეს მაისური, მაგრამ რაღაცნაირად ანუ იმდენმა მითხრა რომ უბინძურესი ქალაქი არისო ათენიო, რომ რაღაცნაირად არ მინდა გამობრანჭვა და მინდა ძალიან ყოველდღიური casual ტანის ამოსით წავიდე. ამასობაში იმდენი ვიქექი რომ ახალი მაისური ვიპოვე, იარლი მოჭრილიც არ მაქვს weekdays და არის ძალიან თხელი, კაი ვარიანტია რომ ჩავდო ჩანთაში, იმიტომ რომ საერთოდ არ წაიღებს დიდ ადგილს. ამ შორტის წაღება მინდა და ამ კამარზე ვფიქრობ, მე მგონი ამ შორტს იმდანად არ უხდება, იმდანაც ამას მოუხდა. მოვირგე და ვნახე და ბევრად უფრო მომეწონა, მაგრამ არ ვიცი, მაინც წავიღებ ამ კამარსაც და ამ შორტსაც და მე რამეს ვიზამ. მთავარია 2 ლუკი უკვე გავამზადე და ანჩეს უკვე იქ ვიყიდი მესამე დღისთვის და არა მარტო. წავედი ახლა რაც გავამზადე, ამ ყველაფერს ჩავალაგებ და მე ცოტას დავისვენებ და შევჭამ. დაგიბრუნდებით ხვალ.